დაახლოებით 1 წლის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის მაცხოვრებელი 34 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ისა ჰუსეინოვი სოფელ შაუმიანსა და მამხუტს შორის მინდორში მოკლული იპოვეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ასევე მიყენებული ჰქონდა მრავლობითი ჭრილობა მუცლის არეში. ისას მშობლების შვილის ტრაგიკულ სიკვდილს გლოვობენ. ოჯახი უკვე 1 წელია ითხოვს სამართალს და პოლიციის მხრიდან შვილის მკვლელის პოვნას და მის სათანადოდ დასჯას. არაფერი ჩემზე ისე არ მოქმედებს, როგორც ის, რომ ჩემს მუნდშვილს ყელი გამოჭრეს და სრული სისასტიკით მოუსპეს სიცოცხლე. ვინც ის სად წაიყვანეს დამნაშავეებმა და რა ფორმით მოკლეს ჩემი შვილი. 10 თვეა რაც ეს საქმე მოხდა და ამ 10 თვეში დღე არ გასულა რომ არ დამეტირა ჩემი ბიჭი. ყოველ დღე თვალებით ცრემლებით მაქვს ავსებული. ბიჩოქები ძირს და ვტირი. ვამბობ ნეტავ ჩემი შვილი, რომელსაც მეტყველების უნარიც კი არ გააჩნდა, რატომ მოკლეს ასეთი სისასტიკით. ახლა კიდევ ამ ხელა სოფელში უამრავი ქურდობის შემთხვევა ხდება. არც არავის არ იჭერენ. პოლიცია გულგრილად ეკიდება. ვერ ხვდები რას აკეთებენ. ბოლნისის პოლიცია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. ჩემი შვილისგან რა უნდოდათ, რატომ იძიეს მასზე შური. ერთი კვირაა რაც ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში ვიყავით და გვითხრეს რომ ჩვენ ვერაფერს გავხდებით. ჯერ ექსპერტიზის პასუხი უნდა მოვიდესო. ისინი აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავ ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა საქმეში პროგრესი არ შეინიშნება. ოჯახის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობიდან 10 თვე გავიდა, ექსპერტიზისგან პასუხი ჯერაც არ მიუღიათ. მშობლები ამბობენ, რომ სოფელ მამხუტში მომხდარ ამ კრიმინალურ შემთხვევაზე ისინი თვალს ხუჭავენ. 10 თვეში ნუ თუ ერთი პასუხი ვერ მივიღეთ, შესაბამის განყოფილებაში დავდივართ და ისევ უკან გვავრუნებენ უპასუხოდ. მაქვს ვიღაცეებზე ეჭვი, ვინებიც მკვლელობის ღამეს ვნახე რომ მიდიოდნენ. არც მათი დაკითხვა ხდება, არც ზოგადად მიმდინარეობს გამოძიება. დილიდან ვტირი და ცრემლებში ვიხრჩობი, როცა სცენას წარმოვიდგენ თუ როგორი სისასტიკით მოკლეს ჩემი შვილი. არ ვიცი მსგავსი რამ სად ხდება. ნეტავ რატომ არ იძიებენ საქმეს სათანადოდ და გულგრილად რატომ ეკიდებიან. შეიძლება ქრთამსაც იღებენ საქმის მიჩქმალვის სანაცვლოდ. განყოფილებაში როცა მივდივართ, ყოველთვის გვეუბნებიან, რომ უნდა დაველოდოთ. ჯერ ექსპერტიზის პროცესი მიმდინარეობს და მისგან ველოდებით პასუხსო. ნაწილობრივ მაინც დაგვაინფორმირონ, მცირეოდენი იმედი მაინც მოგცენ. ისედაც ნათლად ჩანს კადრებში, რომ ეს ადამიანი დანით არის დაჭრილი და ყელი აქვს გამოჭრილი. ამდენი დრო რად უნდა ამის დაზუსტებას. ისედაც აშკარაა ყველაფერი. ისეთი შეგრძნება მაქვს, მე რომ არ წავიდე განყოფილებაში და არ შევაწუხო, არ ახსენდებათ ეს საქმე. იმ ქალბატონს ვინც პოლიციის განყოფილებაშია, ვეკითხები, იცით თუ არა სოფელი მამხუთი, ან გაქვთ თუ არა ამ სოფლის შესახებ ინფორმაცია და პასუხობს არაო. განყოფილების თანამშრომელი როგორ არ უნდა იცნობდე ადგილობრივ სოფლებს. ამდენი ხანია ამ საქმით არავინ ინტერესდება. ასეთი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას გულგრილად ეკიდებიან. უკვე სახლში დარჩენის მეშინია. შვილი მოგვიკლეს და შეიძლება ჩვენც მოკლან, რომ აღარ შევაწუხოთ. ასე როგორ შეიძლება? კიდევ ერთხელ ვამბობ, ისას მეტყველების უნარი რომ ჰქონოდა, ასე არ გამწარდებოდი. ვიფიქრებდი, იქნებ ვიღაცას ენა მიუბრუნა უხეშად და მაგიტო იძიეს თქო შური ამ ფორმით. არანაირი საუბარი არ შეეძლო ჩემს შვილს, რატომ მოკლეს ასეთი სისასტიკით და რატომ გაიმეტეს. მეტი რაღა ვთქვა, სიტყვები აღარ მყოფნის. ტირილისგან დაავადდი. მიკვირს როგორ ვიცოცხლე ეს 10 თვე ამდენი ტირილის ფონზე.
ჰუსეინოვების ოჯახს ისევ აქვს იმედი, რომ საქმე გამოძიებული იქნება და დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.